ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შენ მის გვერდით იყავი ძალიან თავდაჯერებული და თავს გრძნობდი ძალიან კარგად, ძალიან თავისუფლად, ძალიან ძლიერად. თუმცა, როდესაც თქვენ შორის მოხდა რაღაც უთანხმოება, რაღაც გაუგებრობა, ამან ჩამოანგრია შენი თვითშეფასება და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდო. აქ შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანისთვის გადათამაშდეს ღალატიც კი. ანუ თქვენ შორის მოხდა მესამე პირის ჩარევა და სწორედ ეს იყო ურთიერთობის დასრულების მთავარი მიზეზი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შენ, ასე ვთქვათ, პიროვნულად თითქოს ჩამოგანგრია მასთან ურთიერთობის დასრულებამ, შენ მაინც შეძლი ფეხზე წამომდგარიყავი და გაგეგრძელებინა ცხოვრება და მოგეპოვებინა ზუსტად ისეთივე თავდაჯერებულობა, როგორიც გქონდა იქამდე. და პირიქით, ანუ შენ უფრო მეტად მყარად გახარ დღეს მიწაზე, ვიდრე ადრე და ვიდრე ოდესმე. ვნახოთ აქვს თუ არა გრძნობები ამ ადამიანს შენთან მიმართებაში ისევ. ეს ადამიანი გრძნობებს როგორც ასეც არ მიჩვენებს, მაგრამ მიჩვენებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის შენით შეპყრობილი, ნამდვილად ჯერ კიდევ ათვალიერებს შენ სოცგსელებს, ახსენდები, ფიქრობს შენზე ძილის წინ. აქ თასების არკანი არ მომდის არც ერთი, რაც ემოციებზე მიმითითებდა, მაგრამ მიმითითებს ეს არკანები ძალიან დიდ ინტერესზე, მუდმივ აკვიატებულ ფიქრებზე და იმას სურს იცოდეს თუ რა ხდება შენ ცხოვრებაში, რა შეიცვალა, სათხარ ახლა და აქვს თუ არა შენთან დაბრუნების შანსი ისევ მას სურს ამ ყველაფრის გაგება და ცოდნა. ვნახოთ არის თუ არა მოსალოდნელი კონკრეტული ნაბიჯები და მოქმედება მისგან უახლოესი პერიოდის განმავლობაში. კი. ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ადამიანმა გადმოდგას ნაბიჯები. ამაში შეიძლება გამოიყენოს მესამე პირები, შენი მეგობრები, ან ნათესავები, ადამიანები, რომელიც საერთო ნაცნობები ყავთ იმისთვის, რომ შენთან ისევ შეძლოს ამ ადამიანმა კონტაქტზე გამოსვლა. მას სურს ყველაფრის თავიდან დაწყება და თავიდან აშენება იმ ურთიერთობის, რომელიც წარსულში მესამე პირის გამო დაინგრა. ამ ადამიანმა განიცადა ძალიან დიდი ცვლილება, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდა მის ცხოვრებაში და აქვს სურვილი, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. თუმცა აქ უკვე შენზეა დამოკიდებული, რამდენად შემოუშვებ ამ ადამიანს შენს ცხოვრებაში და რამდენად მზად ხარ ყველაფრის თავიდან დასაწყებად. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში. თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია, დამიტოვე კომენტარები, ხოლო პირად გაშლებთან დაკავშირებით მომწერე Instagram-ზე.